სფეროში აქვს აკადემიური განათლება, პროფესორი გახლავთ სხვადასხვა უნივერსიტეტების სისკოს აკადემიის ინსტრუქტორი და ერთ-ერთი სათავეებთან ამ ტექნოლოგიური გიგანტის შემოსვლის პროცესში საქართველოში და დღეს რო ბევრი ამაყობს ასე თქვათ სისკოს სერტიფიკატით, ერთ-ერთი სულ დამსახურება თქვენიც არის და მოკლედ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იმედი მაქვს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი იქნება დღევანდელი დღე. მე დღეს აღარ წავიღებ თქვენს ძვირფას დროს და დავუთმობ ქალბატონ ნანას. ობა, ძალიან დიდი. მეც მოკლედ წარვადგეთ ჩემ თავს, ძალიან მოკლედ რომ არ შეგაწყინოთ, უბრალოდ მოწერილ წერილში პატარა უზუსტობა იყო და მაინც მინდა რომ რაღაცა ესე არ დარჩეს ეს. წერილში ეწერა რომ საკმაოდ დიდი ხანია მართლა მოღვაწეობ, ახლა რომ დავითვალე 31 წელია უკვე განათლებაში ვარ და სწავლებას ვეწევი და თავდაპირველად დავიწყე ვებ ტექნოლოგიებით, მერე გადავედი მონაცემთა ბაზებზე და რაღაცებს ახლაც ვაკეთებ, მაგრამ სადღაც 2009 წელს უკვე სისკოს მიმართულებით დავიწყე ქსელებისა და უსაფრთხოების მიმართულებით და დღემდე ამ მიმართულებით მოღვაწეობ, ასევე დავუშვათ კრიპტოგრაფია, შიფრაციის მეთოდები და ასე შემდეგ. უბრალოდ იქ იყო ესეთი ჩანაწერი, რომ ვარ IT სკოლის დეკანი, უბრალოდ აღარ ვარ, 1 წელია ბავშვობა მინდა რომ იცოდე. არა, უშავს ეგრე დიდი შეცდომა არ გვაქვს. ხო, არა, უბრალოდ მაინც რომ გქონდეთ ინფორმაცია, რაღაც არ მინდა რომ ეს გამოვიდეს და რა ვიცი, მე რა თქმა უნდა, მე თვითონ ყველა თუ გინდათ ყველა თითოეული აი ამ ლექციის მერე თუ ტრენინგის შემდეგ ან ბოლოს გამოგიგზავნით სლაიდებს, სადაც ასევე ჩემი მეილია მითითებული, შემიძლია ტელეფონიც გაგიზიაროთ, თუ კი რამეში დაგჭირდებათ ჩემი დახმარება თვითონ თქვენთაგანს, რა ვიცი, ჩვენ სწორედ მაგისთვის ვართ, რომ ჩვენი მომავალი მოკლედ თქვენს ხელშია რა, თქვენ რამდენადაც უფრო განათლებულები და წარმატებულები იქნებით, იმდენად მერე ჩვენ ვიქნებით უფრო დაცულები რაღაც როდესაც ვიქნებით ასაკში და ძალიან მიხარია რომ ესეთი დაინტერესებაა განსაკუთრებით რეგიონებიდან. მადლობა მინდა გადაუხადო იაზონს ამისთვის, რომ ვიცი რომ ძალიან ხშირად ეწევა მსგავს ტრენინგებს და მადლობა რომ მომცა ამის საშუალება რომ თქვენ შეგხვდეთ დღეს და რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რაღაც გარკვეული საკითხები აი კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული უსაფრთხოების გაგიზიაროთ. მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტია და იმედი მაქვს რომ მომავალშიც ხშირად გააგრძელებს იაზონი ამ მიმართულებით. და ეს რაღაცა ახალგაზრდა თაობის განათლებას ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისე რომ ვთქვათ, ხო, აი რეგიონებში უფრო არის ხოლმე ეს ნაკლებობაც ინფორმაციის და ზოგადად ტექნოლოგიების და დაინტერესებაც და ძალიან კარგია. მადლობა იაზონ ამისთვის. მადლობა თქვენ. დღევანდელ ჩვენ საკითხს რაც შეეხება, როგორც ვიცი, როგორც იაზონმა მითხრა, ჩვენ გვექნება 3 შეხვედრა, ამიტომ დღეს ასე თუ ისე მინდა რომ ცოტა უფრო თეორიულ საკითხებზე ვისაუბრო, საიდან მოვიდა ეს უსაფრთხოება, რატო გვჭირდება მაგალითად და ასე შემდეგ, თუმცა შემდეგ რაღაცა პატარა პრაქტიკულსაც გამოგიგზავნით და ასევე ერთადაც განახებთ რაღაც გარკვეულ პრაქტიკულ იმას რა ქვია დავალებებს და შემდეგზე უფრო მეტად ვისაუბრებთ რა არის კიბერჰიგიენა, როგორ დავიცვათ თავი, მაგალითად რა წესები არსებობს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა საკანონმდებლო აქტები არსებობს საქართველოში, როგორი მიდგომა არის ამ მხრივ, მაგალითად საიდან დაიწყო ეს კანონების შემოღება, კანონის მხრივ რა შეიძლება გაკეთდეს და რა არ შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით უკვე
სადღაც მე-4 წელია, რაც უშუალოდ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უკვე მე-4 წელია რამდენიმე უნივერსიტეტმა დაიმატა საკმაოდ საინტერესო პროგრამები და ახლა აქ ალბათ არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც შეიძლება ბაკალავრიატში უნდათ ჩააბარონ ამ მიმართულებით. თბილისში მაგალითად არის როგორც ქართულენოვანი, ასევე საერთაშორისო, ანუ დუალური პროგრამა არის ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან ერთად, ეს აქვს კავკასიის უნივერსიტეტს და სხვათა შორის მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო პროგრამაა. მე თვითონ მაქვს ნანახი მოკლედ ეს პროგრამა და ასევე უცხოელებსაც შევხვდი რაღაც ის გასაუბრების მხრივ და რაღაც ერთი სემესტრი მოკლედ ქართველი სტუდენტები ატარებენ ამერიკაში, ანუ საბაკალავრო ნაშრომს წერენ იქ. ამიტომ ამ მიმართულებით თუ ვინმეს დაჭირდება მაგალითად თავისი ცოდნის ამაღლება და ასე შემდეგ, შეუძლია რომ საქართველოს სივრცეშიც ნახოს, რა თქმა უნდა, ის უნივერსიტეტები, რომლებშიც ამას შეძლებს. კიბერუსაფრთხოების პროგრამა დაიმატა ასევე როგორც მახსოვს გაუმ და ეხლა როგორც ვიცი ტექნიკური იმატებდა, თუმცა გარკვეული რაღაც გაურკვევლობის შემთხვევაში როგორ იქნება ეს საპატრიარქოს უნივერსიტეტსაც ჰქონდა რაღაც მსგავსი გასვეთი. ეხლა ამ წუთას ვსაუბრობ საბაკალავრო პროგრამებზე, იმიტომ რომ რადგან მოსწავლეები არიან ალბათ უფრო მეტად აინტერესებდათ პირველ ეტაპზე საბაკალავროზესაც ჩააბარებდნენ, თუმცა სამაგისტრო პროგრამაზე ძალიან ბევრს აქვს კიბერუსაფრთხოების პროგრამა. მინდა გითხრათ, რომ ჩემდა გასაოცრად საპატრიარქოს უნივერსიტეტს მართლაც ძალიან კაი პროგრამა აქვს და ქართველებიც კითხულობენ და უცხოელებიც კითხულობენ. ონლაინ კითხულობენ, რა თქმა უნდა, უცხოელები და მე რაღაცა 2 თვე თუ 3 თვე ეს თავიანთი სამაგისტრო პროგრამაზე, ოღონდ მაგისტრები მიყავთ იქ ერთი სემესტრი რომ გაიარონ რაღაც სხვადასხვა კურსები. და აძლევენ ორმაგ დიპლომს. მოკლედ ამ დიპლომში ეწერება როგორც დაამთავრა საპატრიარქოს უნივერსიტეტი, აღარ მახსოვს იქ რომელი უნივერსიტეტია. მოკლედ ისაც ამერიკასთან არის, ამერიკის უნივერსიტეტთან არის. ასევე როგორც მახსოვს, შავ ზღვას ქონდა კიდე შემოტანილი, ოღონდ აკრედიტაცია გაიარა თუ არა, არ ვიცი. და ნუ მოკლედ ამ მიმართულებით ასევე შეგიძლიათ რომ განათლება მიიღოთ. თუმცა მე მაინც რაღაცა ესე ის მაქვს ხოლმე, რომ არის სხვათა შორის ძალიან კაი კურსებიც უცხოურ უნივერსიტეტებიდან შემოთავაზებული ონლაინ სამაგისტრო კურსები, სწავლება შედარებით იაფი და რა თქმა უნდა, ისაც ძალიან საინტერესოა, თუ აქვს ადამიანს შესაძლებლობა, რომ ან უცხოეთში ისწავლოს, ან ისე დაუშვათ ჩასვლით ან ონლაინ, ალბათ ესაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ნუ ძალიან თუ რამე კითხვა გექნებათ ასევე აი ამ პროგრამებთან დაკავშირებით, მე შემიძლია რომ ნებისმიერს, რა ვიცი, თუ გინდათ მეილზე მომწერეთ, Facebook-ის ლინკიც დევს ჩემი და შეგიძლიათ რომ გამომიგზავნოთ მეგობრობა და ნებისმიერ საკითხს შემაწუხოთ. თქვენ იცით ასევე რომ ჩვენ გვაქვს მაგალითად კიბერუსაფრთხოების ბიურო, სადაც ძალიან ბევრი ჩემი სტუდენტი მუშაობს. იქ როგორც სამოქალაქოები არიან, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, მუშაობენ როგორც სამოქალაქოები, სხვათა შორის ძალიან მცირე ნაწილია სამხედროების და ეხლა უნდათ რომ რაღაც სამხედროების წილი უფრო მეტად გაიზარდოს და ანუ თვითონ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც იციან კიბერუსაფრთხოება, იმათი წილი მოკლედ. ასე რომ გვაქვს რაღაც გარკვეული ისინი, რა ქვია, როგორც სამსახურეობის მხრივ, ასევე განათლების მხრივ, რომ თქვენ მაგალითად დაინტერესების შემთხვევაში დაეუფლოთ ამ პროგრამებს და წარმატებული კარიერა შექმნათ. აქვე გეტყვით, რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადია აღნიშნული სფერო და ეხლა ბოლო კანონი რაც შემოვიდა, მაგალითად ყველა საჯარო ინსტიტუციას აუცილებლად უნდა ყავდეს უსაფრთხოების ოფიცერი, სავალდებულოდ უნდა ყავდეს. ხანდახან არის ხოლმე აი მაგალითად უნივერსიტეტებში შეიძლება თქვენთანაც იაზონ კოლეჯში და სხვაგან შეიძლება მას ითავსებს ქსელის ადმინისტრატორი ან რომელიღაცა სხვა ესეც ცალკე შეიძლება არ იყოს, მაგრამ დიდ ორგანიზაციებს უკვე ბანკებს და ასე შემდეგ ყავთ ეს უსაფრთხოების ოფიცრები, უსაფრთხოების თანამშრომლები და
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია ანაზღაურება. ის მოთხოვნა, როგორც შრომის უსაფრთხოების საკითხში იყო, ეგ უცებ გაჩნდა მოთხოვნა პროფესიაზე და უცებ არ იყო ამდენი კადრი. დაახლოებით ეგეთი სიტუაცია ეხლა აქაც. კანონი ითხოვს, მაგრამ კადრები არ არის შესაბამისი თუმცა კადრები არის ძალიან ცოტა. შტატიც არ არის, რომ თანხა გადაიხადონ და მოკლედ ეს ვითარება გვაქვს. ხო, ეგაც არის და მეორე არის კიდე რომ ზოგადად იცი როგორ არის ეხა კიბერუსაფრთხოება თვითონ აღქმულია ესე რომ იმა ყველაფერი უნდა იცოდეს. ანუ უნდა იცოდეს როგორც ტექნიკური მხარე, ასევე სამართლებრივი მხარე. ეხა დიდი ორგანიზაციები, აი ბანკებში მაგალითად ჩემი ახლობლები და უშოთ ნაცნობები სტუდენტები რომ მუშაობენ, იქ გაყოფილია ეს სფერო, ანუ სამართლებრივი მხარეს უსაფრთხოებას საკანონმდებლო ეს პოლიტიკები და ასე შემდეგ ვიღაც სხვა უზრუნველყოფს, ტექნიკურად როგორ დაიცვას ქსელი და უშოთ მონაცემები, ანგარიშები და ასე შემდეგ იმას სხვა უზრუნველყოფს, მაგრამ თქმა უნდა, ერთია რეგულაცია და მე ამ რეგულაციაზე თვალის მიდევნება რამდენად სრულდება, ეს შემდეგი საკითხია. კი ბატონო და ალბათ ძალიან რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოსწავლეები რომ უკვე ამასაკის გახდებიან, რომ ჩააბარებენ და დაუშვათ გადაწყვეტენ, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, მე მგონია, რომ რაღაცნაირად დარეგულირდება ეს საკითხი და მეტი სამუშაოც იქნება, ამავე დროს ეს ისეთი სამსახურია, რომ შეგიძლიათ უცხოეთში რაღაც გარკვეული მიმართულებით ონლაინად იმუშაოთ და ამიტომ, რა ვიცი, მე მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა თქვენგან ამდენიმემ, რომ მაგალითად ეს მიმართულება აირჩიოს სამოყვარლად. ეხლა ძალიან მოკლედ ალბათ თქვენ სხვა ტრენინგებიც ჩაგიტარდათ, თუმცა ძალიან მოკლედ შევეხები ზოგადად როგორ მოხდა ტექნოლოგიების განვითარება, ხა თქვენ ასე თუ ისე ალბათ იცით და სკოლაშიც გაქვთ ნასწავლი, იმიტომ რომ სწავლობთ ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, უბრალოდ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ აი ამ გადაცემის, ინფორმაციის გადაცემის და რაღაც ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს ხდებოდა რაღაც გარკვეული ინფორმაციის მოპარვა, ან ვიღაცის მიერ ამ ინფორმაციის რაღაც არასწორად დაუშვათ გაგზავნილი ინფორმაციის დაჭერა, რაღაც სხვანაირად გადაკეთება და გაგზავნა, ამიტომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. და აი აქ დაახლოებით არის მოცემული წლების მიხედვით როგორ განვითარდა ტექნოლოგიები და მეორე მხარეს აი ეს ტექნოლოგიების განვითარება, ანუ რა იყო ძირითადი საფუძველი ამ ტექნოლოგიების განვითარების ზოგადად, როდესაც არის ეს კითხვა, მაინც უმეტესად ფიქრობენ, რომ ეს გახდა ის, რომ ადამიანებს უნდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ანუ იმისთვის, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია დაემყარებინათ, ძალიან ბევრ ხერხს მიმართავდნენ თავიდანვე, ხო, დაწყებული, რა ვიცი, ტრედებიდან და პაპირუსის ქაღალდებს გზავნდნენ ერთმანეთს, რომ რაღაც ინფორმაცია გადაეცათ, ხო? და შესაბამისად ამ ინფორმაციის გადაცემისას ხშირად იყო ხოლმე, რომ აი ჩვენ მაგალითად ეხლა როდესაც შიფრაციას ვასწავლით, იქ ვეუბნებით, რომ პირველი შიფრაცია კეისარმა გამოიგონა, რომელიც ამბანებს ძრავდა და ისე აკეთებდა, ანუ ისე უგზავნიდა თავის ჯარს რაღაც ინფორმაციას ამბანის დაძვრით და ანუ ეს იმიტომ, რომ ანუ იმ დროსაც არსებობდნენ, ხო, ადამიანები, რომლებსაც აი ეს გაგზავნილი ქურუმი იყო თუ რა ვიცი, ვინც იყო, იმას დაიჭერდნენ და ან ნახავდნენ რა ეწერაში, გან რაღაცა არასწორ ინფორმაციას ჩაწერდნენ და ისე მიიტანდნენ დაუშვათ მიმღებამდე და ასე შემდეგ. ამიტომ აი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობა ანუ ძალიან დიდი ხნის წინ იდგა ჯერ კიდევ კაცობრიობის წინაშე. სხვათა შორის 2004 წელს იყო პირველად აი ევროპის მასშტაბით რომ შემოიღეს კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობა ამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. თუმცა მე არ ვიცი ხა ბავშვებს ალბათ არ ემახსოვრებათ, მაგრამ შეიძლება იაზოს ახსოვდეს, როდესაც ჩვენთან ეს სამაჩაბლოში მიდიოდა ომი, მე მახსოვს, რომ 4 საათის განმავლობაში გაითიშა აბსოლუტურად ყველა სამთავრობო არხი. არა მარტო 4 საათი, სხვა საიტებიც დაეკიდა და რა ვიცი ძალიან ბევრი. აი მე მახსოვს, რომ აი პრეზიდენტ გოვჯი, მაგალითად პარლამენტ გოვს, ანუ გოვი რაც იყო, ვეღარსად ვეღარ შევდიოდით და
ძალიან ესეთი კატასტროფული სიტუაცია იყო, რომ ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვიგებდით, ხომ? ძალიან ესეთი შემაშფოთებელიც და მე აღმოჩნდა, რომ სხვათა შორის აი ამ ჯგუფებით შეიქმნა, უკაცრავად მახსოვს ბოდიში ქალბატონი ჯგუფებით შეიქმნა Facebook ჯგუფები, როგორ მოვიგერიოთ DOS შეტევა და DDoS შეტევები ეგ Facebook-ზე იყო რაღაც. ის არ იყო რა, ანუ არანაირი არ ტრენინგი გვიტარდებოდა, საერთოდ არ ვიცოდით რა არა უნდა გაგვეკეთებინა. ზემოდან არაფერი არ ხდებოდა. წავით, ხო და ნახე კიდე სასწაულს გეტყვით, რომ თვითონ აი ამ გვერდებს, ვებ გვერდებს, სადაც სერვერები იყო, საერთოდ არანაირი დაცვა არ ქონდა. საერთოდ არც აპარატურულად, არც პროგრამულად ფაირვოლი არ ქონდათ დაყენებული და ესაც ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო რა, იმიტომ რომ მერე დაიწყეს უკვე აი ამ აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ზრუნვა, რომ რაღაცნაირად ეს ყველანაირი უსაფრთხოება გაემყარებინათ და ეხლა დღესდღეობით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ აი რაღაცა პატარა ორგანიზაციაც კი უკვე ცდილობს, რომ ელემენტარულად რაღაც სერვერზე მაინც ქონდეს რაღაცა პროგრამულად ფაირვოლი დაყენებული, თუ მაგალითად რაღაც აპარატურა არ აქვს, რაღაც ესეთი სლავრი და არ აქვს ამის საშუალება, რომ მიყიდოს, ხო? ეხლა ჩვენ რადგანაც ნახეთ შევდივართ და უпростоრად შესრულებიც კი ვართ აი ციფრულ სამყაროში, აქ სლაიდზე მე მოვიტანე, რომ მაგალითად 2003 წელს აი ეს ტექნოლოგიები, ანუ უკაბელო ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება რომ ჩვენ ახლა დღეს ყველას გვაქვს და ერთი კი არა, შეიძლება ბევრიც გვაქვს, ხო? მაგალითად ერთ ადამიანზე მოდიოდა 0.08. ანუ ვიღაცას შეიძლება ქონდა 2003 წელს შეიძლება ტელეფონიც კი არ ქონდა რამდენიმეს, ხო? ანუ ჩვენ მაგალითად მეც კი თქვენ ხელა რო ვიყავი, ვერც კი ვიოცნებებდი, თუ როდესმე მაგალითად ლეპტოპი შეიძლება მქონოდა. ხო, შემდეგ ეს ყველაფერი იმდენად გაძლიერდა და იმდენად ეს ტექნოლოგიები წინ წამოვიდა, იმიტომ რომ ტექნოლოგიების გარეშე ფაქტიურად ვეღარც ერთი დარგი ვეღარ ვითარდება დღეს, ხო? აი სადღაც 2010 წლამდე უკვე ეს მოწყობილობები უფრო მეტი იყო აი თითოეულ ადამიანზე რო გადაგვენაწილებინა, ვიდრე თვითონ ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში. ეხლა შეიძლება ვიღაცას არ ქონდა, მაგრამ ვიღაცას შეიძლება 3 ქონდა და აქედან გამომდინარე. აი მაგალითად 2025 წელს ეს შეადგენს 9.27, მინდა გითხრათ. ანუ ეს შეიძლება იყოს მაგალითად თითოეულ ადამიანზე ტელეფონი, კომპიუტერი, პლანშეტი, რა ვიცი, რაღაცა smart მოწყობილობა, რომელიც შეიძლება სახლში გქონდეთ, ხო, რომელსაც შეიძლება რომ მართავდეთ მაგალითად რაღაცა სხვა ადგილიდან. ეხლა ძალიან მე არ ვიცი ეხლა ჩვენთან მაგალითად ყველას აქვს ფაქტიურად აი საკუთარი სახლები ვისაც აქვს მოკლედ დაყენებული კამერები, რომელსაც შეუძლია მართოს თუ გინდათ უცხოეთში წავიდეს და იქიდან მართოს, ანუ ქსელის საშუალებით მართოს, ხო? აი მაგალითად ეხლა მომავლის ტექნოლოგია, მაგალითად IoT, არ ვიცი ბავშვებს გაუგიათ თუ არა, თუ გაგიგიათ, აბა ბავშვებო ესეთი Internet of Things. გაგიგიათ ესეთი? ეგენი ცოტა პოპულარული ამბავი არის დღესდღეობით. ხო, ანუ იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა გადაცემა, ანუ ეს არის ნახეთ მომავალი ფაქტიურად კომუნიკაციის და ინფორმაციის გადაცემის. ეს ნივთების ინტერნეტი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნივთი შეგიძლია გააცოცხლო. რაღაცა აფიქრებინო და მე აი იმ ფიქრით იმას შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებაც კი მიიღოს, თუ მაგალითად ხელოვნურ ინტელექტს ჩააშენებს შიგნით, ხო? აი სწორედ ამის დამსახურებაა, რომ შეიძლება გქონდეს აი ეს ჭკვიანი სახლები სახლში. მაგალითად სანამ სახლში მოვალ და თუ გარეთ ცხელა, შეიძლება კონდიციონერი გზიდან ჩავრთო და სახლში დამხვდეს უკვე გაგრილებული ჩემი ოთახი, ან მაგალითად რაღაც მაცივარმა დამიწეროს, რომ რაღაცა რა ტემპერატურაზეა და ასე შემდეგ. მაგალითად არსებობს ჭკვიანი სარეცხი მანქანები, რომლებიც თვითონ თუ მაგალითად რაღაცა ფერად ასაცმელს შეყრით, თვითონ უკეთებენ იდენტიფიცირებას და პროგრამას თვითონ არჩევენ, რომ რა პროგრამით გარეცხონ ან დაატრიალონ და ასე შემდეგ. ანუ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება პირველ რიგში რაღაცის დაპროგრამება და პროგრამული ენების ცოდნა
და მეორე ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ეს ინფორმაციის გადაცემა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ დაუშვათ სამსახურიდან სახლში გინდათ რომ ჩართოთ ღუმელი ან რაღაცა რომ დაუშვათ გააცხელდეს თქვენი საჭმელი სანამ სახლში მიყვალ და ამ დროს ვიღაცამ რაღაცა დაუშვათ ჰაკერული ჩარევით იქ რაღაცა შეცვალოს და შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთოს და იმდენ გრადუსად დააყენოს ეს თქვენი გაზკურა რომ საერთოდ დაწვას ხო სახლი და გადაწვას ან რაღაცა მავნე რაღაც ჩაიდინოს. ამიტომ ან კამერებთან მიმართებაში შეიძლება მაგალითად იგივე გააკეთოს რომ ან გათიშოს კამერები რომ მერე იქ რაღაცა დაუშვათ ან გაქურდვა მოხდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგადად ინფორმაციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება აი ამ მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ეხლა მე აი იაზონს ემახსოვრება მაგალითად ჩვენ დროს ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი იყო სისწრაფე. აი უსაფრთხოება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, ხო? მნიშვნელოვანი იყო რომ მთელი კვლევები, აი რომ აიღოთ თქვენ მაგალითად კვლევები სადღაც 95 აი ესე 90-იანი 2000 წლების თქვენ ნახავთ რომ ამ მიმართულებით ძირითადი კვლევები მიდის რამდენად სწრაფად მოხდეს ინფორმაციის გადაცემა ერთი ადგილიდან მეორეში. მაგრამ დღესდღეობით უკვე კვლევები მიდის იქითკენ რომ არა მარტო სისწრაფე გაიზარდოს, პარალელურად გაიზარდოს უსაფრთხოება და საიმედოობა. რამდენად საიმედო იქნება ჩემს მიერ გადაცემული ინფორმაციის მაგალითად გადაცემა დავუშვათ იაზონისთვის რომ გზაში არ მოხდეს რაღაც ინფორმაციის ცვლილება. აი მე მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ ხოლმე რაიმე მოსაზრება ან სადმე წაგიკითხავთ რა კეთდება აი ამისათვის რომ ინფორმაცია იყოს დაცული. ბავშვებო, აბა იცით რამე მსგავსი ამის შესახებ? აბა თუ გაიხსენებთ მე ესენი რომელი კლასის მოსწავლეები არიან? იცით როგორ არის ამ პროექტის ფარგლებში არის 9 კლასიდან მე-12 კლასამდე შეიძლება იყოს პროფესიული სტუდენტიც, ინტეგრირებულის და შეიძლება იყოს უბრალოდ მოხალისი, ასე ვთქვათ, ნებისმიერი, ვისაც შეუუნდა უსმენა. აი სურვილი აქვს თემო. კი ბატონო. მე უბრალოდ ვერ ხედავ აქ და ნუ როგორც ვიცი, ინფორმაციის გადასვლისას ინფორმაცია იშიფრება. ამას ქვია ჰეში. და ჰეშირებული ინფორმაცია გადაიცვლება და როცა მივა მეორე ბირთთან, იმეც უნდა ნახოს, ეს ჰეში იწმინდება და ჩვეულებრივი ენით ნახულობთ. ხო, ანუ თქვენი ძახით დაშიფრული ინფორმაციაზე, ხო? ანუ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სანდო და საიმედო გზა არის, რომ რაღაცა დავშიფრო და დაშიფრულად გადავცე. ხო, თუმცა აი შემდეგზე მე მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ შიფრაციაზე, რა ტიპის შიფრაციები არსებობს და იქაც რა საფრთხეებია, მაგალითად როგორ შეიძლება რომ ამ შიფრაციის დროსაც რაღაცა პრობლემები შეიქმნას და მაგალითად ბოროტმოქმედმა მოახერხოს რომ აი ეს გასაღები რომელიც დაგენერირდება მაგალითად აი ამ შიფრაციის დროს მოხდეს ბოროტმოქმედის ხელში. ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ. მადლობა, უბრალოდ სახელი არ ვიცი. დიდი მადლობა. თემო ლალიაშვილი. თემო, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ხო? ეხლა აი თქვენს ქონიათ ესეთი რაღაც და მეც მაქვს, ხო, რომელიც რა თქმა უნდა არ შეიძლება და რა ვიცი, აი რო ვატარებ ხოლმე ტრენინგს, ყველას მეუბნები, რომ ეს არ უნდა გააკეთო, მაგრამ ნუ რა ვიცი, ეს რაღაცა ჩვენი რეალობის თუ რა ვიცი, რისი ბრალია, არ ვიცი, მაგრამ მაგალითად არის რამდენიმე ადამიანი, ნუ ჩემი ოჯახის წევრი, მაგალითად, რომელმაც იციან ჩემი პაროლი. მეილის მაგალითად, ან რაღაცა ტელეფონის, ხო? რა თქმა უნდა, თქვენს გაქვთ ალბათ ესეთი რაღაც, ხო? ან მშობელმა იცის, ან რა ვიცი, ტელეფონის კოდი მაგალითად. ხო, ძმამ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ყველაზე ახლა ჩვენთვის ხოლმე ყველაზე სენსიტიურია, როდესაც ჩვენი პირადი მონაცემები მოხდება სადღაც საჯაროდ. და ნუ ეს მონაცემები შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, როგორც თქვენი
მაგალითად მონაცემები არა მარტო პირადი, რასაც ქვია სახელი, ტელეფონი, პირადი ნომერი და ასე შემდეგ, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები, ხო? რომელიც მაგალითად სადღაც ეხლა როდესაც მიდიხართ კლინიკაში, კლინიკა ავსებს თქვენ შესახებ ინფორმაციას და სხვათა შორის ეხლა თქვენ შეიძლება არა, მაგრამ თქვენ მშობელს უკვე აი რაღაცა 1-6 თვეა თუ 1 წელია რაც მთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია იყოს დაცული თუ გაზიარებული იყოს მაგალითად სხვა კლინიკებთან და ასე შემდეგ, ხო? ოღონდ ეს უნდა მოაწეროს, რა თქმა უნდა, სრულწლოვანმა ხელი ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად სკოლაში რო გაქვთ ელექტრონული ჟურნალი და აი ელექტრონული ჟურნალის მონაცემები რო უცბად გახდეს საჯარო. შეიძლება იქ რაღაცა დააშავეთ და მაგალითად რაღაც ის გაქვთ, რა ქვია, საყვედური ან რაღაცა და ისაც მოხდეს საჯარო, ხო? ანუ ჩვენთვის ხოლმე ადამიანებისთვის, რა პიროვნებებისთვის ეს არის ძალიან ისეთი სენსიტიური და ყველაზე მტკივნეულად აღიქვამთ. თუმცა, ну, რა თქმა უნდა, არის ორგანიზაციები, რომლის დაცული ინფორმაციის დაუშვათ გასაჯაროება, ну, არ ვიცი, სახელმწიფოებრივად დამაზიანებელია. ეს არა მარტო თვითონ იმ კომპანიის დამაზიანებელი შეიძლება იყოს, არამედ დამაზიანებელი იყოს სახელმწიფოებრივად. აი მაგალითად, ეხლა რაღაცა უსაფრთხოების, ბირთვული უსაფრთხოების რაღაც კოდი რო გახდეს ცნობილი, მაგალითად ირანის რომელიღაცა იმისთვის. და ну ეს ხო წარმოუდგენელი რამეა. ამიტომ ну იქ რაღაცა სხვა ტიპის დაცვებია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხიც და აი ძალიან ბევრი მაგალითები იყო ესეთი აი უსაფრთხოების დაცვის მაგალითი რა ქვია გატეხვის მაგალითები, რომ აი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მაგალითი იყო მაგალითად იაპონიაში რაღაცა Kid Tech თუ რაღაცა ესეთი კომპანია იყო 2014 წელს თუ 2013-14 წელს აი ზუსტად არ მახსოვს, რომელიც უშვებდა თუმე ბავშვებისთვის პლანშეტებს. ოღონდ იქ იყო ანუ ეს პლანშეტები აი როგორც ბუქი არ ვიცი თუ გახსოვთ ეს რაღაცა ბუქები რო იყო, რომელშიც მხოლოდ შეიძლებოდა საგანმანათლებლო თამაშების ჩატვირთვა. ოღონდ ეს საგანმანათლებლო თამაშები უნდა ყოფილიყო აუცილებლად ონლაინ პლატფორმაზე იყო და ესე იგი ეს ბავშვები მშობლებთან ერთად რეგისტრირდებოდნენ, რაღაცა მონაცემები შეყავდათ მშობლებს, ბავშვების მონაცემები შეყავდათ და მოკლედ მე შეეძლოთ დომა იქ და რაღაცებს სწავლობდნენ, მოკლედ სკოლის მოსწავლეები რაღაც გარკვეული ასაკის და მოკლედ ამ თავდამსხმელებმა გატეხეს ეს ბაზა და იმდენად და ნუ მე რა თქმა უნდა გახდა საჯარო ეს მონაცემები და თვითონ ეს კომპანია სადღაც 1 წელიწადში დაიხურა, იმიტომ რომ უკვე აღარავინ აღარ ენდობოდა და აღარავინ ყიდულობდა მათ პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ესეთი კარგი შემოსავალი ჰქონდა თურმე აი ამ მხოლოდ აი ამ მიმართულებით გაყიდული მოწყობილობებიდან და აღმოჩნდა, რომ თვითონ ბრენდიც კი უკვე მიუღებელი აღმოჩნდა მომხმარებლებისთვის, რადგან დაუცველი იყო და ვერ განახორციელეს დაცვა და თვითონ ბრენდს მე ალბათ სახელი გადაარქვეს, უკვე აღარ ვიცი მე რა ისტორია მოხდა, მაგრამ მოკლედ ეს კომპანია რომ დღესდღეობით აღარ არსებობს და სადღაც 1 წლის მერე დაიხურა, ეს ცნობილი ფაქტია. ამიტომ აი ამ ინფორმაციის დარღვევას ხო ძალიან ბევრი სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს. როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე შეიძლება რაღაცა ფულადი ზიანი მოგადგეს თუ მაგალითად რაღაცა ანგარის გაგიტეხავენ და იქიდან რაღაც თანხას წაიღებენ, რაღაცა სახელმწიფოებრივი ზიანი შეიძლება მიადგეს რომელიღაც სახელმწიფოს თუ მაგალითად რაღაც კოდები გახდა ცნობილი და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ყურადღებით, ძალიან ესე პროფესიონალურად მიუდგეთ ამ საკითხს და ასევე არ დავივიწყოთ ის, რომ კანონმდებლობით ყველა ესეთი საქციელი ისჯება. როგორც ვიცი, დღესდღეობით 2-დან 5 წლამდეა, თუმცა რაღაცა იქ რაღაცა პუნქტებია. ზიანს გააჩნია და. ხო, ზიანს გააჩნია. აი მაგალითად ახლა ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგვიტეხეს რა შევიდნენ იმაში, რა ქვია, სადაც ნიშნები იწერება, მოკლედ ნიშნების ჟურნალი ონლაინ გვაქვს და შევიდნენ იქ და ვიღაცამ ნიშნები ჩაიწერა თავისთვის და მოკლედ არასრულწლოვანი აღმოჩნდა.
მაშინ არასრულწლოვანებზე არ იყო ესეთ გამკაცრებული. გეუბნები ერთი 10 წლის წინანდელ ამბავს რა, ელადომ უფრო კარგად იცის ეს ამბავი და მახსოვს რომ ანუ ადმინისტრატორი სრულწლოვანი თუ იზამდა მაგას ეხლა უფროსი ეხლა რავი რა აზრით ხო, მაინც ნუ ყოფილა იმან თან როგორ იყო იცი, იმან გატეხა ვიღაც თავის მეგობარს დაუწერა ქულები. შეიძლება ხო, ნუ იმან აიღო თავის თავზე, იმიტომ რომ მშობელს მე რაღაც კომპენსაცია გადაახდევინეს და რაღაც დააწერინეს. მოკლედ, კანონი ესეთი გამკაცრებული არ იყო, მაგრამ როგორც მახსოვს, მე გამკაცრდა უფრო მეტად კანონი და რადგან ზიანი არ იყო მიყენებული და უბრალოდ იქ რაღაცა ქულა იყო დაწერილი და ასე შემდეგ, ეხლა ეგ დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნუ მოკლედ აი ლადოს თუ ექნება საშუალება რომ ბავშვებთან გააკეთოს მერე ჩართვა შეგიძლიათ გითხოთ და ზუსტად გეტყვით დეტალებს. აი შემდგომ მოპარვა იოლია გაქცევა არის ძნელი. ხო. ანუ სადღაც გატეხვა იოლია, მაგრამ დამალვა არის ძნელი სადღაც. ხო, თუმცა გააჩნია ხოლმე ხანდახან არის ისეთი ვებგვერდები, რომლებსაც აი არანაირი მის არ აქვს არც უსაფრთხოების უთხით არც სერტიფიკატი, არც არაფერი და ნუ აი მე ვისაუბრებთ ამაზე, რომ რადარა ტიპის ისინი არსებობს, ხო? დაუშვათ ეს ბოროტმოქმედები, რასაც ჩვენ ვეძახით, სხვადასხვა ტიპის არსებობს და არსებობს მაგალითად, რომლებიც სწავლისათვის აკეთებენ ასე და მე მაგალითად მყავდა მოსწავლე, რომელიც დღესდღეობით ძალიან წარმატებული ადამიანია თავის დარგში, რომელიც რაღაც ვებგვერდებს ტეხავდა, იმიტომ რომ რაღაც ესწავლა. თუმცა იქ ზიანს არ აყენებდა. მართლა სწავლის მიზნით აკეთებდა ამას და რა თქმა უნდა, ესეც დანაშაულია ხა დღესდღეობით, უბრალოდ მე ვიძახი, რომ ეს ამას აკეთებდა სადღაც 15 წლის წინ. და ну, ახლა დღესდღეობით უკვე არის გარკვეული პლატფორმებიც, აი მაგალითად ჩვენ ახლა სხვათა შორის ხელშეკრულება გვაქვს დადებული ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომელიც არის ეს რა ქვია, ისრაელის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კიბერუსაფრთხოებაში ახორციელებს სწავლებას და აი მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვს საშუალება, რომ იმ კურსით გაიარონ სწავლება და იმათ თავიანთი პლატფორმები აქვს, რომელზეც შეგიძლია შეტევა გააკეთო, მერე იქ დაუშვათ ან ერთი ჯგუფი შეტევას აკეთებს, მეორე ნახულობს მაგალითად რა ზიანი მიაყენა და აი ესეთი ძალიან ისეთი საინტერესო სავარჯიშოებია. სიმულატორია თუ რეალურ გარემოში? რეალური მანქანებია, 8 მანქანაა გაშვებული. ამ 8 მანქანაზე ბავშვები რეგისტრირდებიან და ეს რა ქვია, შეუძლიათ რომ თავიანთი აკაუნტები ექმნებათ რა იმ სწავლების პერიოდში რაც აქვს და იქ შეუძლიათ პენტესტერებზეც ვთქვათ, პენტესტერები ხო ერთი პროფესია ერთგვარი და კი ხო აი პროფესიებს ხო აი მესამე იმაზე მინდოდა მე რაღაცა უფრო ისე დეტალურად მეთქვა რომ რა ტიპის სპეციალისტები არსებობს და აი რამდენი სპეციალისტი შეიძლება გამოვიდეს ამ მიმართულებიდან, სად შეუძლიათ იმუშაონ და აი ჰაკინგის კურსები აქვს კიდე ძალიან კაი, მაგას სისკოსაც აქვს უფასო კურსები და აი ჩვენი ბავშვები თუ დარეგისტრირდებიან, უფასოდ შეუძლიათ გაიარონ. მაგალითად ეს კურსი და სერტიფიკატიც უფასოდ შეუძლიათ აიღონ, რომელიც მერე სამსახურის მოძიებაშიც დაეხმარებათ ძალიან კარგად და ალბათ იაზონი გაუწევს ამას ხელმძღვანელობას, არ ვიცი ბავშვები თუ არიან ჩარიცხულები. მე ვეუბნები რომ შურვილი ვისაც აქვს ნეტაკატში ხო ნეტაკატში იმასქენით იქ პროგრამირებაც არის ვებიც არის ისაც არის რა ვიცი ფაქტიურად უკვე ისეთი ოკეანეა იმ სივრცეში იმას ახლა საიდან დაიწყოს სად გააგრძელოს სად დაასრულო ცოტა ისეთი ამბავია ხო და ეს მეორე მე რასაც ვიცახ ეს არის ჩეკპოინტის აკადემია ჩეკპოინტსაც აქვს ესეთი აკადემია მაგათი აპარატურა ზოგადად უსაფრთხოებაში ძალიან ძვირია და აი სისკოზე ძვირია უსაფრთხოების აპარატურა მაგისი და მე მქონდა ხელშეკრულება მაქვს ახლა გაკეთებული FortiGate-თან მაგათ მასალებზე ან თქმა მაქვს ახლა აკადემიის მასალებზე მაგრამ რო გითხრათ სიმართლე სისკოს რო შეხედავ როგორც სასწავლო ინსტრუმენტს და მე იმას აღარ მოგინდება რაღაც სწავლაც არ მოგინდება რა იცი რა არის თვითონ მასალები
ხო რაღაცა წიგნია და იმ წიგნს გიგზავნიან რომ როგორ ასწავლო სტუდენტებს. ძალიან წიგნი წირი გაგვიზიარეს. რესურსი, ასე ვთქვათ. მაგრამ კარგი იყო რა, იცი, აი მაგას ვიძახ ეს პრაქტიკული სავარჯიშოები. ანუ რაღაც სიმულატორი და ის კი არა გაქვს, რეალურად შედიხარ სადღაც სერვერზე, ანუ ეს ვირტუალური მანქანა არის რვა გაშვებული და იქ მუშაობ და რეალურად მაგალითად მომხმარებლებს ქმნი, პოლისებს ქმნი, მაგალითად შენ თვითონ როგორი გინდა შენი პოლისი იყოს, ვის კონდეს დაშვება, ვის არ კონდეს, იუზერებს ქმნი და აი ძალიან კარგი ესეთი hand-on-ის ლაბებს რო ეძახიან, ხო, ძალიან კარგია ამ მიმართულებით და ძალიან მომეწონა და სხვათა შორის სტუდენტებსაც ძალიან მოწონთ. ამ აი BTU სტუდენტებზე ანუ ერთ ჯგუფს ექონდა ჩვენ მარტო ხელშეკრულება გვაქვს, რომ თითო ჯგუფი იყოს და სამი ჯგუფი კეთდებოდა, უბრალოდ მე ვეღარ უარს ვეუბნებოდით, იმდენი იყო მსურველი, იმდენად მოეწონათ ეს კურსი. უბრალოდ პრაქტიკულ, ეხლა ხო იცი რომ ძირითადად სტუდენტებს მოწონთ უფრო პრაქტიკული მიმართულებით, იმიტომ რომ მე უფრო მალე შოულობენ, ხო, ეხლა ჩემი სტუდენტების პირველი კურსის მეორე სემესტრიდან, მეორე კურსიდან მაინც უკვე ყველა მუშაობს. ხო და ამიტომ მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მინდა რომ აი ბავშვებისთვისაც აი ესეთი ის იყოს რა, რომ თეორიული ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაგალითად სულ ვეუბნები, როდესაც მაქვს ხოლმე ტრენინგები, ლექციები, რომ ანუ თქვენ უნდა იყოთ ის ადამიანები, რომლებიც მიიღებს გადაწყვეტილებას. რომ როგორ გაკეთდეს, როგორ დაპროგრამირდეს და ასე შემდეგ, როგორ მოხდეს ეს პოლიტიკა, როგორი იყოს მაგალითად იუზერს რა შეზღუდვა ქონდეს, მაგალითად კიბერუსაფრთხოება რო ავიღოთ, ან რა არ ქონდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თეორიული მასალის ცოდნა. თუ თეორიული მასალა არ იცით, მე ხართ უბრალოდ, რა ვიცი, ტექნიკოსი რა, რომელიც ვიღაცის ბრძანებას შეასრულებს, კარგად შეასრულებს, მაგრამ მაინც გონია რომ პოტენციალი მეტი გაქვთ და ეს თეორიული მასალა მნიშვნელოვანია რომ იცოდე. მოკლედ, აი აქ რაღაცა პრაქტიკულის გაკეთება მინდოდა რომ გენახათ რაღაცეები, მაგრამ ეს შეგიძლიათ სხვათა შორის სახშიც ნახოთ. ძალიან საინტერესო პატარა მოკლე YouTube ვიდეოა თუ როგორ არის კომუნიკაცია სოფლიოში, ანუ როგორ არის არხები გაყვანილი ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან საინტერესო სიმულაცია, ალბათ ეზონსაც ეცოდინება, Visual Trace Route-ი, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ, არ ვიცი, ახლა მე მგონი აქ სადღაც გახსნილიც მაქვს და თუ გავაშიარე. ერთი წამით. გაჩვენებდით ამას. მოდი მთელ ეკრანს გავაზიარებ. რაღაც ხონაერად ქონა გაზიარებული და აი ხაც ეს ჩემი ეკრანი უნდა ჩანდეს, ხო? აი მაგალითად ეს არის ძალიან ესეთი კარგი ეს ცოცხალი სიმულაცია, აი ყველაზე მეტად აი ბავშვებს რო გკითხოთ, რომელ ვებგვერდს იყენებთ. აი პირველი რო გაგეღვიძებათ, ხო? აი კომპიუტერთან რო დაჯდებით. აი რომელი არის ვებგვერდი, სადაც შედიხართ. ალბათ Facebook-ი, მაგრამ შეიძლება რომელიმე სხვა იყოს, ახლა ამ ბოლო დროს რომ აქვს ხოლმე ის რა ქვია, მოსწავლეებთან შეხება, უფრო Discord-ს იყენებენ ძალიან ბევრი, რაღაცა Discord-ზე არიან გადასულები, იქ შეგიძლიათ მე კლასები, ქვეკლასების შექმნა ხოლმე და ქვესერვერები და ძალიან მოწონთ ეს Discord-ი და თქვენ რომ იყენებთ ბავშვებობა ყველაზე მეტად და ნახოთ, აი ჩემი თბილისში ვარ ახლა მე და თბილისიდან მაგალითად იმ სერვერამდე როგორ გადის ინფორმაცია ერთი ადგილიდან მეორეზე. სახელებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ. რომელიმეს ვთხოვ. აი მამუკა გოგოები ყავს ნეტა? კი ყავს გოგონები, მაგრამ ის მორცხობენ ნეურჩას. აი თიამ რო გითხრათ მაგალითად რომელი ვებგვერდი მოწონს ყველაზე მეტად. შესაძლოა მიკროფონის პრობლემა აქვს, ზოგი ტელეფონითაა ჩართული. მაშინ რა ვიცი რომელი, ან ჩატში მოიწერეთ ბავშვებო თუ არ გინდათ საუბარი, აი მაგალითად რა ვიცი Facebook-ი ავიღოთ, რადგან მაინც ალბათ
ხო, აი ნახეთ, აი აქ ჩანს ხო ხა ჩემი ეკრანი. აი დეტალურად აჩვენებს, რომ ეხა აი თბილისიდან ნახეთ თქვენ იცით რომ გაქვთ ალბათ ინფორმაცია, რომ კაბელი გადის შავ ზღვაზე. აი ადრე მაგალითად ჩვენ მიერთებული ვიყავით ბულგარეთზე და ბულგარეთით გავდიოდით. ეხა გავდივარ თურქეთით. სხვათა შორის რაც კომუნიკაციების კომისიამ ეს არხი მიყიდა აზერბაიჯანს, მას შემდეგ გადავერთეთ მოკლედ თურქეთს. და აი ნახეთ როგორ გავედით, ესე გავედით თურქეთზე, მერე გავიდა ინფორმაცია, თქვენით რომ ეს Google-ის სერვერზეა და ამერიკაში და მე მეგონი საბოლოო აი აქ როგორც ვნახე, ახლა ცოტა უცნაურად ირლანდიაა. ხო? როგორც ჩანს. ეს იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ ზოგადად სერვერები, აი ეს ვებგვერდის სერვერები არის კლონირებული. ძალიან ბევრი სერვერი შეიძლება იყოს. ზოგი შეიძლება თურქეთშიც არის, ზოგი შეიძლება როგორც ვიცი, ბაქოშიც არის რამდენიმე Google-ის სერვერი და ანუ თვითონ აი ამ მოწყობილობების, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ინფორმაცია გადასცენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ისინი ირჩევენ იმ საუკეთესო გზას, სად როგორ იქნეს მისული ინფორმაცია. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, რომ ხვალზე, აი თქვენ ქუთაისიდან რომ განახორციელებთ მაგალითად იგივე ინფორმაციის ჩაწერას და დაუშვათ ნახვას, შეიძლება სულ სხვა გზით მიხვიდეთ და სულ სხვა სერვერზე. რაიმე ჩინური საიტი ხო არიცით რამე, აბა მითხარით რაღაცა ჩინური. Google მუშაობს, ამიტომ უფრო სწრაფად, ესე იგი ახლოს არის, ესეც რომ ვთქვათ, ახლოს არის cache სერვერი და ამიტომ სწრაფად მუშაობს. აი ხა დამიწერა, რომ სადღაც აი ახლა დაიწყო და აქ აჩვენებს ყველას რა. ან მე მაგთიზე ვარ, მე ეტყობა მაგთით გავიდა, ჯერ შიდა ის გადიოდა. ნუ ეს გასასვლელი გზა ყველას ერთი და იგივე აქვს აუცილებლად. და აი ნახოთ რამდენ ხანში მიაღწია Google-ის სერვერს. აი ეგრე დამიწერა ანუ 18,000 კილომეტრი გაიარა 20.39 წამში. 20 წამი არ დაჭირდება რაც. მილიწამი წერე, ხა მე კარგად ვერ ვხედავ. შეიძლება მილიწამი. მოკლედ ეს ძალიან საინტერესო ის არის, შეგიძლიათ მოკლედ თქვენც ჩამოწეროთ და ჩამოწეროთ რა ონლაინაც არის მოკლედ ეს ის საინტერესო ეს არის სათამაშო. ხო, აი უბრალოდ ნახავ და იცი საინტერესო რა არის, რომ დღეს შეიძლება ესე გადიოდე და ხვალ შეიძლება რაღაცა სხვა გზით წაგიყვანოს. აი მაგალითად რუსეთში რომ მიხვიდე, აი რუსული რო ჩაწერო რუთი დამთავრებული, ხო? ყველა ვარიანტი ან ამერიკიდან გადაგიყვანს რუსზე, ან ინგლისში მიდი ისა ბრიტანეთში მიდი და ბრიტანეთიდან გადაყევხარ. ანუ ესე პირდაპირ კავშირი თურქეთიდან და ემიდან არ გვაქვს რა. ყველა ვარიანტი აი ორი სახელმწიფოდან ხდება ხოლმე რუსეთში ინფორმაციის გადაგზავნა. ასევე ჩინეთშიც, მაგალითად ჩინეთში უფრო ამერიკიდან ხდება ხოლმე, ანუ ამერიკა და ანუ ეს როგორც ჩანს ეს კონტინენტები და ამათ სერვერები უფრო მეტად მაინც დაკავშირებულები არიან აი ამ დიდ Google-ის და ამის სერვერებთან და მერე იქიდან ხდება ჩვენთან უკვე კომუნიკაცია. ასევე ეს მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, ახლა Google-ის მეილი ალბათ ყველას გაქვთ და აი ამ ბოლო დროს სხვათა შორის აი ახლა ერთი კვირის წინ იყო გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ გაწყდა რამდენიღაცა სერვერი, ოღონდ Google-ის კი არა, რაღაცა სხვის, სადაც იყო Google-ის ანგარიშები. აი ჩვენ ხო რეგისტრირდებით რაღაც სხვადასხვა საიტებზე, მაგალითად 1 მილიონი ანგარიშები. ხო. და მოკლედ რამოდენიმე მოკლედ ეს ჩვენი Google-ის მეილების ანგარიშები მოხვდა რაღაც არასანდო ხელში და მოკლედ მე ხა აქ სლაიდზე მაქვს გამოტანილი თქვენთვის არის სლაიდზე. აი ესეთი ის არის, რა ქვია, ვებგვერდი, საიდან შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენ ახლა თუ გაქვთ მაგალითად კომპიუტერი და მე გამოგიგზავნით ამ სლაიდს, თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ
ეს თქვენი მეილი მოკლედ და შეამოწმოთ თქვენი მეილი მაგალითად იყო თუ არა როდესმე ესე აი მე გაჩვენებთ ახლა რომ ჩემი მეილი 9-ჯერ ყოფილა მე გადავამოწმე და უცნაური მასში აღმოჩნდი ხოი 9-ჯერ მოხდა აი შეტევის ხარბლი მაგალითად ჩემი მეილი და აი ეს წლებსაც მიწერს. ჩემი 8-ჯერ ყოფილა, უფრო ცოტა. შენ უფრო საინტერესო იყო შენი მაილი. არ მე შეიძლება ახლა ასაკითხრო. შეიძლება მანდ და გამომდინარე უფრო მეტჯერ მომიწია. და ასევე ძალიან საინტერესო უბრალოდ აი მეილთან დაკავშირებით მინდოდა გამეზიარებინა რომ ახლა სხვა არასანდო რომელიმე მოწყობილობიდან თუ შედიხართ მეილში, ხო, აუცილებლად მოგდით მეილზე ინფორმაცია, რომ დაგიდასტუროთ, ისა ტელეფონზე ინფორმაცია, რომ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ და ასე შემდეგ, ხო? უკვე არის ეს ფუნქცია. თუმცა ასევე მეილს ქვემოთ, აი არ ვიცი, თუ მიგიქცევიათ ყურადღება, აი აქ დაბლა აქვს აი ესეთი ის რა ქვია, გადასასვლელი ღილაკი, აი დეტაილს რომ დააჭერთ. აი აქ დეტალურად გიჩვენებთ ბოლო ოღონდ აი რამდენი ხნის განმავლობაში ახლა ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო შესული თქვენ მეილში და რა IP მისამართი ახლა მით უმეტეს როდესაც მაგალითად რაღაცა შეგრძნება გაქვს რომ გაგიტეხეს მეილი ან ვიღაცამ წაგიშალა რაღაცა ხო ახლა ხშირად ყოფილა რომ ჩვენთვისაც მოუმართავთ მაგალითად მსგავსი ინფორმაციით თქვენ შეგიძლიათ აი ბოლო გარკვეული პერიოდი აი 2 საათი ახლა მაგალითად 2 საათს აჩვენებს და მეც არა სამწუხაროდ და აი აქ გიჩვენებთ მაგალითად საიდან რომელი IP მისამართიდან მოხდა როდის მოხდა შესვლა თქვენ მეილზე და აი მაგალითად აი აქ მეუბნება რომ აი ბრაუზერიდან მოხდა აქ რაღაცა აპლიკაციიდან შევედი თურმე სხვათა შორის მობილურიდან თუ შეხვალ მობაილს წერს აქ და აქედანაც შეგიძლიათ თუ რაღაცა ეჭვი შეგეპარათ რომ უი ვიღაცა ხო არ შევიდა ეხლა რაღაც გარკვეული საათის წინ ან რაღაცა ჩემ მეილში რაღაცა ესეთი არასანდო ის ნახეთ მეილი ან რაღაცა ქცევა ან რაღაცა დააფიქსირეთ შეგიძლიათ აი აქაც მოკლედ ნახოთ ძალიან საინტერესო ფანჯარა აქვს ამ შემთხვევაში ჩვენს Google-ის მეილს ოღონდ ეს Google-ში ვიცი და სხვაგან არ ვიცი მართალი გითხრათ მე მგონი ალბათ ბავშვებს მაინც ყველას Google-ის მეილები ექნებათ ისე ტელეფონს ვერ გამოიყენებს ვერავინ ბაძალებენ Google-ს მინდა არ გინდა ნახო იცი რა რაღაცა ძალიან ბევრი ინფორმაციის გაზიარება რო აღარ მომიწიოს მოდი იცი რა ვქნათ მე ამ სლაიდს გამოვაგზავნი აქ რამდენიმე საკითხი დამჭა თუმცა იმას გავაერთიანებ მე შემდეგ ლექციაზე უბრალოდ ასევე ნახეთ გამოვაგზავნი პრაქტიკულ აქტივობას რადგან ბავშვები მაინც ესმენით რეჟიმში არიან ამ შემთხვევაში მინდა რომ აი ეს პატარა პრაქტიკული დავალება გამიკეთონ და შემდეგისთვის აი ყველამ მოიწეროს ვინ რამდენი ქულა აიღო უბრალოდ იქ არის კითხვები არის პასუხები ყველა პასუხს აქვს თავისი ქულა თქვენ რომ ამ ქულებს დაუწერთ თქვენ თავს უბრალოდ მე ჯამური ქულა გაგვიზიარეთ რამდენი იქნება და მე შემდეგზე გეტყვით თქვენ რამდენად სათანადოდ იქცევით მოკლედ უსაფრთხოების მიმართულებით სოციალურ ქსელებში ანუ რამდენად კარგია თქვენი ქცევა ან არა ჩვენ გავუზიარეთ პრეტესტი სანამ ამ ტრენინგს დავიწყებდით კიბერჰიგიენის შესახებ იყო ეგ რაღაც 50 კითხვიანი ტესტი როგორ იყენებთ თქვათ ინტერნეტს ბრაუზერს ინტერნეტში ნავიგაციის წესები და ასე შემდეგ და მაგის მიხედვით დავგეგმეთ ჩვენ ეს დღევანდელი შეხვედრა შედეგები როგორი გაქვთ იაზონ შედეგები არ არის ასე თქვა ძალიან სახარბიელო კი გონია ბევრს რაღაცა პაროლს რთულს თუ დააყენებს ეს თავარი ამბავი არის და უკვე ტანკში ზის მაგრამ ესე არ არის კიდე ბევრი სხვადასხვა საკითხები არის რომელიც უნდა ვიცოდეთ კი ბატონო ეთანხმებით ალბათ მაილზე შემოსული წერილებს როგორ მოვექცეთ როგორ
ხო, ფიშინგის შემთხვევაში. რომელიც წავიკითხოთ, რომელი არ წავიკითხოთ, იგნორირება გავაკეთოთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, გეთანხმებით ნამდვილად. და აი რაღაცა პატარა ესეთი ისა, ბევრი არ არის. მე მგონი სულ არის 6 კითხვა. არ მგონია რომ ეხლა 5 წუთიც არ დაჭირდებათ, უბრალოდ თავარია რომ წაიკითხონ და მონიშნონ ის პასუხი, უბრალოდ მინდა რომ აი იმისთვის კი არ გააკეთოთ, რომ ვიღაცას თავი მოაწონოთ. უბრალოდ რეალურად როგორც იქცევით, ის სიტუაცია მონიშნეთ და შესაბამისი ქულა დააჯამეთ. ჩვენ არ გთხოვთ ახლა რომ ვინ რა მონიშნეთ, ის გვითხრათ. უბრალოდ ქულა დააჯამეთ და მე იმის მიხედვით განსაზღვრელი შეფასება არ არის ეს განსაზღვრელი შეფასება იქნება და მე გავიგებთ მაგალითად ვინ საჭიროებს უფრო მეტად რაღაც გარკვეული მიმართულებით ჩაღრმავებას, ვინ კარგად იქცევა და ასე შემდეგ. სად შეიძლება იაზონ მე მეილზე გამოგიგზავნი ალბათ თუ როგორ გავაკეთოთ ახლა? კი ბატონო, ჯგუფში ჩვენ ჯგუფიც აქვს, Facebook ჯგუფი, სადაც ამ თემაზე დაინტერესებული ხალხი არის თავმოყრილი და იქ ვაზიარებთ ხოლმე აქტივობებს, იქაც შეიძლება აქვე შეიძლება ამ თემის ქვემოთ Teams-ში, chat-შიც დაწერა. შეიძლება მაილზეც, რა ვიცი თუ გამომიგზავნე, მე მაილზე დავუგზავნე, ვინც რეგისტრაცია, ვისაც გაქვს რეგისტრაცია გავლილი, მაგრამ ხდება ისე, რომ აი დღეს ახლა მაგალითად არის შემოსული აი ადამიანები, ვისაც რეგისტრაცია არ გაუვლია და მათი მაილები მე არ ვიცი. ამიტომ მაილზე მათ ვერ გავუგზავნე. ერთი წუთი ახლა შეარს მოხსნე და შევეცდები რომ chat-ით გამოვაგზავნო, რომ ყველამ გადაწეროს, აბა. Chat-ი იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რა თქმა უნდა. მაგრამ ვერ ხმარო, ისა უარს მეუბნებ. არ იწერება chat-ში? არა, არ არისო, შენთვის მისაწვდომიო chat-იო მეუბნებ. შენ შეგიძლია, მე გამოგიგზავნო ხომ? კაი, ახლა ჩაგიგდებ მეილზე და ბარემ chat-ში გაუზიარე. კი ბატონო. ეხლავე იაზონ დანელია. ანუ ამ დავალებას ჩაგიგდებ მეილზე და იმას თუ გინდა ჯგუფში ავტვირთავ. ქვია პრეზენტაციას და ხო. ეხლავე. აი ეს. აბა ნახეთ. იმიტომ რომ მე ნახე ისე მიჩვენებს რა. ახლა გავაშიარებ და ნახე აი ესე მიჩვენებს. აი ესე მიჩვენებს რომ არ შემიძლია chat-ის გამოყენება. სამწუხაროდ. ეს მე მგონი მე რო არა ვარ ეთყობა ისა რა ქვია. მე დაგამატეთ ჯგუფში ზოგადად და აუცილებლად გაზიარების უფლება არა, მე მგონი აი არ ვიცი, აბა რომელიმე შეუძლია რომ chat-ში რამე გამოაგზავნო საბავშვებს. საინტერესოა. რომელიმე აბა დაწერეთ რაიმე chat-ში ბავშვებო. შეიძლება რომელ მაილზე გამომიგზავნე, ისა? აი რითიც მომივიდა, ხო, რითიც მომივიდა შენგან. გეტყვია ხო. აი დანელია, არა, იბერია ედუჯი. იბერია ედუჯიდან გამომიგზავნე? ხო, რა ვიცი, აქედან მქონდა ეს მითი მოსული და აქ დავაფორვარდა. ოკეი. accept. აქ შემოსულწერილი. აი აბა მითხარი სად გამოგიგზავნო. იაზონ დანელია პირდაპირ gmail.com. იაზონ. ეს ხო? ბატონო. იქაც მოვიდოდა, მაგრამ ჯერ არ ჩანს. აბა ნახე. ისე სხვათა შორის გუშინზე მქონდა კიდე რაღაც შეხვედრა და ზუსტად იგივე გამიკეთე chat-ზე. და ჩემთან ხო არ არის რაღაც დაბლოკირება. Teams-მა იცის რა არის სხვადასხვა
მაგალითად Go.G-ის ქვემოთ არსებული აკაუნტები Teams-ი არ მეგობრობს მაგალითად Students Go.G-ზე. ანუ ისინი რაღაცა იზოლირებული ყავთ სამინისტროს, არ ვიცი რატო. ხო, მე ვარ ისინი- ჩემი, ხო. და ვერ მე ვარ, გვერდებოდნენ ჩვენი. იმით შესული, რა ქვია. GTU-ს აქვს კიდე რაღაცა Microsoft-ის და იმით ვარ შესული, შეიძლება მაგიტო? კი, ეგ იქნება. პოლიტიკების ამბავია. მე ხა მაგას მართავ Office 365 ჩვენ კოლეჯში და მე გახსნილი მაქვს ყველანაირი ისე დაშვებები, მოკლედ მან და დაშვა, რანაირი. ჩვენთან ეგრე არ არის, ხო. რა ვიცი, ოღონდ ვინმე შემოვიდეს და მაგაზე ხა რა შეზღუდვები უნდა დავაწესო. კი რა, აგერ IT ფორუმში გავაზიარე ეს დღევანდელი ქვია შეხვედრის ლინკი და ათასობით ადამიანიც არ შემოსულა, ასე თქვა, არ მოუყავს თან აქვს. ეს PDF ფაილი ეს PDF ფაილი აქვე ამათ შეგიძლია აგერ აქვე მიიღო, გაუგზავნო და მართლა? დანარჩენებს გაუგზავნე, ვინც დარეგისტრირებულები არიან. ხო, ყველას. რატომ თუ გინდა აქვე აუტვირთე, რა მიიღო? ვიცი. ან ფორუმზე აუტვირთე, რა ვიცი, რაც გაქვთ. საკომუნიკაციოდ. ხო და ეგრე ის ეგრე ჩამოტვირთავს ვისაც უნდა. Facebook-ის ლინკი მეც გამომიგზავნე რა. დავემატებოდი. აქვე ჩავაგდებ ხა Facebook-ის ლინკსაც. მე ვერ ვხედავ, მე ჩats. ჩატს ვერ ხედავთ ესა? ვერა. რა? მაგიტო ვიძახი ჩats ვერ ვხედავ, საერთოდ ვერ ხმარობ და ვერ ვხედავ. ან მეილზე ჩამიგდე ისევ, ან რა ვიცი. მაილზე გამოვაგზავნე ჯგუფის მოწვევაც გამოგიგზავნით. მე მგონი, რა ვიცი, არ მიაქცია ყურადღება ალბათ. გამოვაგზავნე ხა. ესე იგი, ეს ლაბორატორიული აქედან შეგიძლიათ ჩამოწეროთ ნებისმიერს. ხო, მაგ თუ ვინმეს ტელეფონში პრობლემა შეუძლიათ გაქვთ, გახსნათ PDF-ი გავაკეთე და შეუძლიათ გახსნან. ხო. ან მოიწერეთ, ან თუ ვინმეს არ გაუვლია, მაგალითად ის პრეტესტი პირველი რაც გქონდა, მაგის ლინკსაც თავიდან ჩაგიგდებთ აქვე. ხო, კიდე რა მინდოდა, აქ ხო არ აქვს სურვილი, რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს რაღაცა მიმართულებით გვაქვს ჩვენ ტრენინგები გვაქვს, რა თქმა უნდა, და ონლაინაც თუ იქნება შესაძლებელი, რომ სადმე ჩაერთონ, რა ვიცი, მეც სიამოვნებით დავესწრებოდი, ბავშვები კი არა. ნახე იაზონ ჩვენ ახლა გვაქვს ერთ საერთაშორისო ის არის რა ტეკატონია ესეთი 129 ქვეყანაში ხორციელდება და მესამე წელია ვარ იმათი წარმომადგენელი საქართველოში მესამე წელია რაც ვატარებთ რა რაღაც დაუკავშირდი თავიდან და მოგვეწონა ძალიან ბავშვებს მოეწონათ და ეხლა მიმდინარეობს ანუ ეს ბავშვების შეკრება, მოკლედ ვისაც აინტერესებს ამ მიმართულებით და სხვადასხვა უცხოელებმა ჩაუტარეს უკვე მენტორინგი და თებერვლის ბოლოს გვაქვს შიდა შეჯიბრი, ანუ რაღაც პროექტებს გააკეთებენ, ყველას თავისი მენტორი ეყოლება, პროექტებს გააკეთებენ, ამ პროექტებს წარადგენენ და გამარჯვებული ვინც იქნება პროექტში, ანუ ჟიურის გამარჯვებული მერე იმისი ჩანაწერი გაიგზავნება რეგიონალურში. და ნუ რეგიონალურში თუ გაიმარჯვა, კიდე ძალიან ბევრი პრიზებია, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც პრიზები რა. გარდა ამისა, რომ აი თუ ვინმეს აინტერესებს, შეგიძლიათ საერთოდ ნოლიდან არ იცოდეთ და აი იდეა და ის იყოს ძალიან საინტერესო და ის მოეწონოს. ანუ რამე ისეთი კომპეტენციები არ არის საჭირო, ხო, პროგრამირების არა, კომპეტენციები არ არის. ნახე, 12-დან 19 წლამდე შეუძლიათ ბავშვებს დარეგისტრირდნენ. მე ჩაგიგდებ ამ ლინკსაც და თუ დაინტერესდებიან, გამოვაგზავნე. ამასთან ძალიან, ხო, ყავს ძალიან საინტერესო ისინი, რა ქვია, პარტნიორები. აი ერთ-ერთი მაგალითად გაია თუ გეცოდინება ხელოვნური ინტელექტის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია. ხო და ჩვენ ვთხოვეთ, რომ აი ამ ბავშვებს რაღაცა 9 საათიანი, რაღაცა 40 წუთიანი ტრენინგი ჩაუტაროს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. რა, აი საქართველოში როგორ არის, რა კანონმდებლობის დონე არის, რა შეიძლება, რა არ შეგვიძლია, აი რაღაცა მაგ მიმართულებით, რომ ბავშვები აი ეს ეთიკურ საკითხებში
მათი ცოდნა უფრო ამაღლდეს და აი რომც არ დარეგისტრირდნენ მაგალითად ჩვენ ტექატონზე და ასე შემდეგ იმ ტექატონზე რაც საერთაშორისოა მე იმ ლინკსაც გავაზიარებ რა როდესაც იქნება შეხვედრა და შეუძლიათ რომ დაესწრონ ძალიან საინტერესო გამოვნებით ძალიან მადლიერი ვიქნები ხო ის კი არა მეც უთხარი რომ მეც მაინტერესებს მეთქი და გეხვეწები მეთქი რომ რაღაცა ისე გააკეთე რომ მეც დავესწრო თქო და აი ჯერ მოლაპარაკების იმაზე ვარ რომ ვის გამოუშვებს და როგორ შევთანხმდებით და მე აუცილებლად ბავშვები კი მე შანსს არ უშვებს ხელიდან თუ სადმე ვებინარი თუ რაღაც სტარტდება რომ ონლაინ დავესწრო ჩავერთო რა ვიცი და ბავშვებს მით უმეტეს დაინტერესებდეთ მე მგონი ხო და აი მით უმეტეს თუ ვინმე მიცის უფრო ცოტა მეტი იცის ან ფრონტენდში ან ბექენდში ნუ იმისთვის ეს პროექტი კიდევ უფრო ძალიან ისეთია რა კარგი იმიტომ რომ აი პრაქტიკული რაღაცები რო აქვს ხოლმე მე ჩვენ აქ პარტნიორები ყავს ხოლმე ჟიურის წევრებად და იმათ თავიანთი მისყავთ კიდე გამარჯვებული და მოწონებული გუნდი და აი პრაქტიკულ რაღაცას რო აკეთებენ ხოლმე კიდევ უფრო მეტად მოწონთ და ძალიან საინტერესო ის გამოგვდის ხოლმე ლოკალური ტექატონი და ნაით ბავშვებს თუ ეთნებათ სურვილი მე მთლიანი იქს გამოგიგზავნი იქ არის რომ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც მონაწილეები და ასევე მაგალითად ან შენ ან კიდევ რაღაცა კოლეგებს და იმას შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც მენტორები. ვინც იციან პროგრამირება იქ რაღაც გარკვეული მიმართულებებია მენტორების, აი ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირება, ვებგვერდები და ასე შემდეგ, აი ამაში რაღაც ცოდნა ვისაც აქვს როგორც მენტორი, ისე შეუძლია და მე ისინი უგზავნიან სხვადასხვა სერტიფიკატებს ამ მენტორებს და ძალიან ისეთი და ამათი როლი რა არის კონკრეტულად ამ პროექტში მენტორების რომ დახმარება გაუწიონ მოსწავლეებს. ნახე ყველა აი ამ გუნდებს ახლა გუნდები რაც შედგება ყავთ თავიანთი ხელმძღვანელი ესე რომ ვთქვათ. და ამ ხელმძღვანელთან ერთად ფიქრობენ რაღაც გარკვეულ იდეაზე. ეხლა აქვთ 4 ეს გაეროს განვითარების მიზნები რო არის რა, იქიდან 4 მიზანი აქვთ. ჯანმრთელობა, განათლება და რაღაცეები და აი ამაზე რაღაცა იდეა უნდა მოიფიქრონ. აი მაგალითად რა ვიცი როგორ ავამაღლოთ რაღაც მიცნობიერება, კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერება, ისე რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. და აი შეიძლება რაღაცა ვებგვერდი გააკეთონ სიტყვაზე და ჩვენი მენტორები აი ამ ბავშვებს ესეთ რამეს თუ მოიფიქრებენ და უნდათ რომ ვებგვერდი გააკეთონ, სადაც ჩატბოტს ჩააშენებენ და რაღაცა ან აპლიკაცია გააკეთონ, აი ეს ჩვენი მენტორები ამაში უწევენ მენტორობას. ანუ დღეებს უნიშნავთ რა, გეკმავთ, მაგალითად, სხვადასხვა შესაძლებლობაა. დათო რო არის გულუა, გეცოდინებათ ალბათ ყავ. ხო, დათო ყავდა ჩვენ პროექტში. კი, დათო ხშირად ყავს ხოლმე და ბავშვებს ამ მიმართულებით რაღაცა WordPress-ის მიმართულებით აძლევს ხოლმე ძალიან კარგ რაღაცებს ასწავლის, რომ აი ვიღაცა შეიძლება რაღაც WordPress-ზე უნდა რაღაც ვებგვერდის აწყობა. ეხლა მაგალითად წინაზე ბავშვებს ჰქონდათ ის გაკეთებული რეალური ის ჰქონდათ პროექტი, რაზე იცი, რომ აპლიკაცია ჰქონდათ, რომ შუქი თუ დარჩებოდა ისეთ რეგიონში, ნახე სადაც შუქს არ იხდიდა ადამიანი, ხო, შუქის ფულს რო არ იხდის მაღალ მთიანში, ხო არის, რომ შუქის ფულს არ იხდის. ამიტომ უდიერად ვექცევითო, იქიდან წარმომადგენელი იყო, ხო? სვანეთში, ბარისახოში, რა ვიცი, შატეშდაში. ხო და ჩვენ უდიერად ვექცევითო და ამიტომ რაღაც აპლიკაცია გააკეთეს, რომ თუ ეს ნახეს რომ ჩართულია, სკოლაში რომ მივა გამორთოს, ან სად მაღაზიაში წავიდა და ახალს რო აშუქი არ იყო მოვიდა უჩართული და გამორთოს და ისეთ საინტერესოდ ყვებოდნენ ეს ბავშვები, რომ ჟიური მაგალითად პირველი ადგილი მაგათ მიენიჭა და ესეთი კარგი იდეები აქვს. აი შეიძლება ბოლომდე პრაქტიკულად არ იყოს განხორციელებული, მაგრამ იდეა იყოს ძალიან საინტერესო რა. აი ბავშვებიც თუ მოიფიქრებენ, ხო, მენტორებსაც რა ვიცი თუ ყავთ ვინმე რომ მენტორები შეიძლება იყვნენ, შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ. მე შეიძლება ვთანამშრომლოთ კიდევაც და მე ახლა როგორ ვაკეთებ, იცი, სეუში ვაკეთებთ ჩვენ ფინალურს. იქ იქნება, ანუ ბავშვები მოვლენ და იქ ჩატარდება, მაგრამ ზოგი არის რეგიონებიდან და შევთავაზე რომ დავუშვათ თუ ვერ ჩამოდიხართ მეთქი ჰიბრიდულად გავაკეთოთ მეთქი რა, ანუ
ვისაც უნდა ჰიბრიდულად ჩაერთო თუ განიხილავთ რეგიონალურ რომელიმე მაგალითად პროვაიდერს კოლეჯს მაგალითად შეიძლება კოლეჯი არ ვიცი მაგრამ აი მე ხო ეხა კოლეჯზე ხა შენ რო იმას ქენი და მე მოვიფიქრე თორე ზოგადად მინდა ქუთაისში ანუ ერთი რო თბილისში ჩატარდეს და პარალელურად ქუთაისში რო ჩატარდეს ან ჯერ ქუთაისში და მე აი რაღაცა ესე გავაკეთო და ქუთაისში სხვათა შორის ეხა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იქ ვინც არიან მოკლედ ადმინისტრაციაში ძალიან ბევრს ვიცნობ და რამდენიმე ჩემი მეგობარიც არის და მაგას ვფიქრობდი სხვათა შორის რომ მან თუ არ გავაკეთო მეთქი რა უბრალოდ თუ იქნებოდა ჯგუფების რაოდენობა კონტინგენტი რომ მანდ მოვიდოდნენ თავისუფლად შეიძლება და მანდაც გაკეთება და თქვენ შეიძლება როგორც პარტნიორად კოლეჯში შემოხვიდეთ თქვენი გუნდი და ქუთაისი არ იქნებოდა იქ ზუგდიდი ჩამოვა ბათუმი ჩამოვა რა ვიცი ახლოს რო არის უფრო მოინდომებს ადამიანი და ოღონდ ეს ალბათ მომავალ წელს მაგრამ ეხლა შემიძლია რომ გაგიზიაროთ და აი კოლეჯებთან შეგიძლია გააზიარო და ვინც დაინტერესდება მე სხვათა შორის თვითონ უცხოელები ატარებენ სწავლებებს ეხლა იყო უკვე 5 დღიანი აი წინა კვირას ჰქონდათ 5 დღე თვითონ უცხოელი ტრენერები ინგლისურად ატარებენ ტრენინგებს მაგალითად აი ამ აპლიკაციებზე როგორ შეიძლება ეს ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს თუ დასწრებით არის ონლაინ არის ოღონდ ჩანაწერებიც არის ჩანაწერებიც უბრალოდ დარეგისტრირება უნდა მე ხა ლინკს ჩაგიგდებ და მოკლედ თუ დაგაინტერესებთ შეგიძლია რომ გაავრცელოთ და კი სიამოვნებით მე ჩავერთვები აი პირობას გაზეთ და სხვებსაც მივაწვდენ ხმას არის გუნდი მაგალითად კოლეჯიდან თართო თუ ოღონდ იმ ასაკში უნდა შედიოდეს 19 წლის ჩათვლით არის თუ 19 წლამდე არის ეგ ზუსტად იქ აპლიკაციაში წერია და შეგიძლიათ ზუსტად გადაამოწმოთ აი ბავშვებსაც შეუძლიათ ჩაერთონ იმიტომ რომ ეხა ხელოვნური ინტელექტიც კიბერუსაფრთხოებაც ქსელებიც რა ვიცი ყველაფერი უკვე ხელოვნური ინტელექტით იმართება მოკლედ ყველაფერი არის ავტომატიზირებული ამიტომ ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ადრე რო ვორდი და ექსელი იყო მთავარი რაღაცა ცოდნა კომპიუტერული სამსახურში დასაწყებად მუშაობის ეხლა ალბათ ეს იქნება AI-ის ინსტრუმენტების ცოდნა ნამდვილად გეთახმები კარგით აღარ შეგაწევთ ხა ბავშვების დაღლილები არიან უღრმესი მადლობა ხალხო დრეოდელი დღეს თქვა გაცნობითი ხასიათის და აი ესეთ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლეთ შემდეგ შეხვედრაზე გვექნება კიდე სხვადასხვა თემატიკა საკითხები საინტერესო საკითხები და ველოდებით შემდეგ შეხვედრაზეც დიდი მადლობა იანო როდის შევთანხმდეთ შეხვედრაზე რაც იმ კვირაში შეგვიძლია თქვენი იმ კვირაში პარასკევი რო იყოს შეიძლება და მე ავიღოთ თუ ხო კარგი მაშინ 13 ხო კი ბატონო 13 რომელი დღეა პარასკევია ისე კი ბატონო მე მგონი ბავშვებისთვისაც კაი იქნება გაკვეთილების სასწავლი არ იქნება კი ბატონო არ არის პრობლემა იმიტომ რომ ეს დრო დაგეგმილი არის თორსა ყველაფერი მთავრდება რეპეტიტორიც სკოლაც ყველაფერი და ასე თუ იმეს სურვილი აქვს ჩაერთება თუ ვერ დაემთხვა დროში მოისმენს ამიტომ ვაწვიეთ და არის პრობლემა კარგი და აი Facebook-ზე გამოგიგზავნით რა ვიცი ან გაგიზიარებ იმას რა ქვია შენ ჩაგიგდებ და მე რა ვიცი როგორც ჩათვლით საჭიროდ ეთილი მოგესალმება კარგი დროებით ნახვამდის ბავშვებო წარმატებები